პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ. პირველი თავის გარჩევა. თავი პირველი. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე თქვენს იმედიან მოთმინებას. ვიცით რა თქვენი რჩეულება ღვთის საყვარელნო ძმანო, რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სული წმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. ისე რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში, ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილას მისწვდა თქვენი რწმენა ღვთისადმი, ისე რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. მისალმება. პავლე მოციქულის პირველი გზავნილი თესალონიკელთა მიმართ. პირველი თავის მუხლი პირველი. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. წარადგენს რა თავის თავს, პავლე არ იყენებს სიტყვას მოციქული, როგორც ამას აკეთებს პირველ და მეორე გზავნილებში კორინთელთა მიმართ. თესალონიკელთა ეკლესიაში მყოფ მორწმუნეებს პავლე დიდი სიყვარულით, სინაზითა და მზრუნველობით მიმართავს. ასევე დიდი პატივისცემით მოიხსენიებს თავის თანამოსაქმეებს და იყენებს მათ სრულ სახელებს, სილოვანს, სილას მაგივრად და ტიმოთეს. როგორც ვიცით, სახელი პავლე ნიშნავს მცირედს. იმ დროისთვის იუდეაში ჩვეულება იყო ბავშვისთვის ორი სახელის მიცემა, ებრაული და წარმართი. ებრაულად პავლეს ერქვა სავლე, რაც ნიშნავს გამოთხოვილი ღმერთისგან. ეს სახელი საულს ერქვა ისრაელის პირველ მეფეს, რომელიც ისევე როგორც პავლე ბენიამინის ტომიდან იყო გამოსული. პავლე გახდა რომაელი მოქალაქე. მოციქულთა საქმეების წიგნში მისი ებრაული სახელი სავლე მოიხსენიება იმ მომენტამდე, სანამ მან არ დაიწყო თავისი მისიონერული მოღვაწეობა წარმართებს შორის. მოციქულთა საქმეები მე-13 თავის მე-9 მუხლი. შემდგომ ამისა, მხოლოდ მისი წარმართის სახელი პავლეა ნახსენები. სილოვანი, ანუ სილა, ასევე იუდეველი იყო და რომაელი მოქალაქე. ამას ვეცნობით მოციქულთა საქმეების მე-16 თავის 37 მუხლში. იგი გახლდათ იერუსალიმის ეკლესიის ხელმძღვანელი და წინასწარმეტყველი. მოციქულთა საქმეების მე-15 თავის მუხლები 22 და 23. მისი სახელი ლათინურიდან წარმოიშვება და ნიშნავს ტყეს. სილოვანს პატივი ერგო პავლესთან ერთად შეექმნა ევროპაში პირველი ეკლესია, რაზეც მოციქულთა საქმეების მე-16 თავი მოგვითხრობს. კავშირი სილოვანსა და პავლეს შორის წყდება მეორე მისიონერული მოგზაურობის შემდეგ და შესაძლოა რომ ზუსტად მას მოიხსენიებს პეტრეს პირველი გზავნილის მე-5 თავის მე-12 მუხლი. სახელი ტიმოთე ნიშნავს ღმერთის თაყვანის მცემელს. ტიმოთე ცხოვრობდა ლისტრაში, ქალაქ ლიაკონსკში, რომელიც 18 მილის, ანუ დაახლოებით 29 კილომეტრის დაშორებით იყო იკონიიდან. მისი მამა იყო ბერძენი, ხოლო დედა ებრაელი. ირწმუნა რა მან პავლეს ქადაგების მერე იესო ქრისტე, მან დაიწყო პავლესთან ერთად მოღვაწეობა. ამის შესახებ ვკითხულობთ ტიმოთეს პირველ წერილში, პირველი თავის მეორე მუხლში. პავლემ ტიმოთე მეორე მისიონერული მოგზაურობის დროსაც მიიწვია.
ისინი ერთად შრომობდნენ პავლეს სიკვდილამდე. მათი სახელები ერთად მოიხსენიება პირველ და მეორე გზავნილებში თესალონიკელთა მიმართ, ასევე მეორე კორინთელთაში, ფილიპელთა და კოლოსელთა გზავნილებშიც. მეტად უნიკალურია თესალონიკელთა წერილებში მიმართვა. თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში. მეტი არსად პავლე არ იყენებს ასეთ მისალმებას. ესეთი მიმართვა მიანიშნებს პავლეს განსაკუთრებულ ყურადღებაზე თითოეული წევრის მიმართ და წერს მათ მეტად ამაღლებულ და მტკიცე რწმენაზე ქრისტეში. ჩვეულებრივი მიმართვები ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, პირველ კორინთელთა გზავნილში, პირველი თავის პირველ მუხლში, ან გზავნილში ეფესელთა მიმართ, პირველი თავის პირველ მუხლში, ეფესოში მყოფ წმიდად, მიუთითებს მათ ადგილმდებარეობაზე. აქ კი ნათქვამია მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში. ასეთ ამდაგვარად თავის პირველ გზავნილში პავლე გამოხატავს თავის გაგებას ქრისტეს არსში. მოციქული მის სრულ სახელს ახსენებს უფალ იესო ქრისტე და აყენებს მას ერთ რიგში მამა ღმერთთან. ამ პირველ გზავნილში პავლე ლაპარაკობს როგორც უფალზე, ან უფალ იესო ქრისტეზე 20 ჯერ მეტად. ეს მორწმუნეები, რომლებიც მუდმივ დევნაში იმყოფებოდნენ, არა უბრალოდ იკრიბებოდნენ მაკედონიაში განსაზღვრულ ადგილას, არამედ ისინი დაცულები, გარშემორტყმულნი და დაფარულნი იყვნენ მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტეს მიერ. ასევე ნათქვამია, რომ მორწმუნეები თესალონიკში იყვნენ სული წმიდის სიხარულით ახსილნი. ამაზე მე-6 მუხლში ვკითხულობთ. მისალმება თავდება სიტყვებით მადლი თქვენ და მშვიდობა. მადლი ბერძნული სიტყვა ჩარის და მშვიდობა ბერძნული სიტყვა ეირენე, ახალ აღთქმაში გამოყენებული ორი დიდებული სიტყვა. როგორც წერდნენ ჰოგი და ვაინი, ერთად ეს სიტყვები გამოხატავენ ევანგელიის არსს. მადლი უსასყიდლო და დაუმსახურებელი ღმერთის წყალობაა ადამიანის მიმართ. მშვიდობა ამ წყალობის მიღების შედეგია ქრისტეში. ერთის მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სიტყვები ჩვეულებრივ ბერძნებთან მიღებული მისალმების ნიმუშია, მაგრამ პავლე მათ იყენებს უფრო სრულ და ღრმა მნიშვნელობით. მოციქული მადლს ესეთ განსაზღვრებას აძლევს, ვინაიდან თქვენ იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის მდიდარი თქვენი გულისთვის გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. შეიძლება კი ამას რაიმე დაუმატოთ? გარდა ამისა, გავიხსენოთ იესოს მისალმება თავისი მოწაფეებისადმი, რომლებიც შეიკრიბნენ ოთახში მისი აღდგომის მერე. მშვიდობა თქვენდა. სახარება იოანედან მე-20 თავის მუხლები მე-19, 21 და 26. მადლიერება და ამის მიზეზები. პავლე მოციქულის პირველი გზავნილი თესალონიკელთა მიმართ. თავი პირველი, მუხლები მეორედან მე-10 ჩათვლით. ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე თქვენს იმედიან მოთმინებას. ვიცით რა თქვენი რჩეულება ღვთის საყვარელნო ძმანო, რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სული წმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სული წმიდის სიხარული. ისე რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში, ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილას მისწვდა თქვენი რწმენა ღვთისადმი, ისე რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი. რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა იმსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან
გვიხსნის ჩვენ. ვმადლობ ღმერთს მარადის. ეს წინადადება დაწყობილია აწყო დროში, რომელიც მიანიშნებს პროცესის ხანგრძლივობას. პავლესთვის მადლიერება ეს არ იყო მხოლოდ ერთჯერადი მოქმედება, ეს იყო მისი ცხოვრების სტილი. თესალონიკელთა მეორე გზავნილის მეორე თავის 13 მუხლი. იყენებს რა მრავლობით რიცხვს, მოციქული საუბრობს თავის თანამებრძოლეებზე. იკრიბებოდა კი 3 მისიონერი თესალონიკში წმიდანებზე ყოველდღიურ ლოცვებში. მესამე თავის 10 მუხლში ნათქვამია, რომ ისინი დღე და ღამ ხურვალედ ლოცულობდნენ მათზე. ყველა თავის გზავნილში გალატელთა მიმართ წერილის გარდა პავლე მოციქული იწყებს მადლიერებისა და განდიდების სიტყვებით იმათზე, ვის მიმართაც იგზავნებოდა წერილი. პირველ თავში დარჩენილი 6 მუხლი გამოხატავს თესალონიკელთა 6 თვისებას, რომლებისთვისაც პავლე ღმერთის მადლობელია. პირველი რწმენის საქმე. პირველი თავის 13 მუხლი. დაწყებული მათი მობრუნებით ქრისტესკენ, მათი რწმენა ვლინდება კეთილ საქმეებში. პავლე დაჟინებით დგას იმ პოზიციაზე, რომ რწმენით გამართლება ხდება საქმეების მიუხედავად, რომელთა მეხუთე თავის პირველი მუხლი, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსმევს იმას, რომ კეთილი საქმეები უეჭველად წარმოადგენენ ცოცხალი რწმენის გამოვლინებას. გზავნილი ტიტეს მიმართ მეორე თავის მე-7 მუხლი და მე-14 მუხლი, მესამე თავის მუხლები პირველი, მერვე და მე-14. იაკობი დაჟინებით ამტკიცებს, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. იაკობის წერილი მეორე თავის მუხლები მე-17-დან 26-ს ჩათვლით. პავლე და იაკობი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ მათი სიტყვები წარმოადგენენ მთლიანი და ჰარმონიული სწავლების ნაწილს. მეორე სიყვარულის შრომა. პირველი თავის მე-3 მუხლი. სიყვარულის შრომა ეს საქმეებია, რომლებიც გამომდინარეობს ცოცხალი რწმენიდან. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა კოპოს შრომა ნიშნავს მძიმე შრომას, რომელსაც მიყავს ღონე მიხდილობამდე. სიყვარული ბერძნულად აგაპე ეს ღვთიური სიყვარულია, რომელიც მზად არის თავგანწირვისთვის. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ მოტივები გამომდინარეობს ღვთისმოსავი სულიერი ცხოვრებიდან, რომელიც ქრისტესა და ხალხისადმი მსახურებაში მდგომარეობს. ეს ასევე მტკიცდება იმით, რომ თესალონიკელთა წყალობით სახარება გავრცელდა ყველგან. მესამე იმედიანი მოთმინება. პირველი თავის მე-3 მუხლი. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ჰუპომონე, ჰუპე ნიშნავს ქვეშ, მენო დარჩენას. ითარგმნება როგორც მოთმინება და ნიშნავს მტკიცედ ყოფნას ყველაზე მძიმე შეჭირვებებისა და უბედურებების დროს. ამ წერილში პავლე ბევრჯერ ლაპარაკობს იმედზე, როგორც რაღაც განსაკუთრებულზე, თავის მხრივ უნიკალურზე. ზუსტად ასეთ იმედზე მოციქული ამბობს: მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას. გზავნილი ტიტეს მიმართ მეორე თავის მე-13 მუხლი. ქრისტიანის სამი ღვთიური ნაყოფი, რწმენა, სიყვარული და იმედი, ერთად გვხვდება ბიბლიის რამოდენიმე ნაწყვეტში. როგორც ეფესოს ეკლესიის საქებად მოიხსენიება 3 ატრიბუტი, საქმე, შრომა და მოთმინება, გამოცხადების წიგნის მეორე თავის მეორე მუხლში. მაგრამ ის, რაც წარმოადგენს საფუძველს, რწმენა, სიყვარული და იმედი, აქ არ არის ნათქვამი. შესაძლოა ეფესელები ზუსტად ამ მიზეზით განდგნენ თავიანთ პირველად ერთგულებას ქრისტეს მიმართ. მათ დაკარგეს თავიანთი პირველი სიყვარული. თესალონიკში ეს ღვთიური ნაყოფები ახასიათებენ ქრისტიანულ მოწმობას წარსულში, აწმყოში და მომავალში და წარმოადგენენ მყარ საფუძველს. მეოთხე ღვთის რჩეულება. პირველი თავის მე-4 მუხლი. კიდევ ერთი მიზეზი მადლიერებისა მდგომარეობს ღმერთის მიერ ამ ხალხის არჩევაში, მათ გადასარჩენად და კურთხევისთვის. როგორც ამბობენ ჰოგი და ვაინი, აქ ბერძნული სიტყვა ოიდა ითარგმნება როგორც იცი და გულისხმობს, რომ ცოდნა მიღებული არა გამოცხადებით, არა ინტუიციით, არამედ თვალყური დევნების შედეგად. საიდან იცოდა პავლემ, რომ ისინი იყვნენ რჩეულნი? მისი ცოდნა დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ის ხედავდა თესალონიკელთა შორის მყოფი და რა ესმოდა მათზე შემდგომ. შედარებით ხანმოკლე ყოფნით თესალონიკში,
მისიონერები ხედავდნენ რა ცვლილებებს მორწმუნეთა ცხოვრებაში, დარწმუნდნენ, რომ მადლმა დაიპყრო მათი გულები და რომ ისინი იყვნენ ღვთის რჩეულები. ნაქადაგები ღვთის სიტყვა მიიღებოდა სწრაფად და გულმოდგინებით, ვინაიდან ის ქადაგდებოდა ძალით, სული წმიდით და სრული დამაჯერებლობით. პირველი თავის მეხუთე მუხლი. გარდა ამისა, მორწმუნეებში შეიმჩნებოდა რწმენის ნაყოფების გაზრდა, რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და იმედიანი მოთმინება და ეს რაც რჩეულ ხალხს ახასიათებს ყველა დროში. სახარება. პირველი თავის მეხუთე მუხლი. პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ ქადაგების და მისი მამოძრავებელი ძალის სამ მახასიათებელს. ესენია ღვთის სიტყვის ბასრი მახვილი, აღჭურვილი სული წმიდით. ის მიმართულია პირდაპირ მსმენელის გულსა, გონებასა და სინდისისაკენ და ითხოვს გამოძახებას. ქადაგების დახასიათებასთან ერთად იხსნება მქადაგებლის ხასიათიც. მათი ცხოვრების წესი იყო მათი ქადაგების პირდაპირი გაგრძელება. ამ აზრს პავლე ანვითარებს მეორე თავშიც და არაერთხელ კვლავ და კვლავ უბრუნდება ამას. ქადაგებელი ვალდებულია იყოს ცოცხალი მაგალითი იმისა, რაზეც ქადაგებს. პირველი თავის მუხლებში მეექვსედან მერვეს ჩათვლით, ქადაგების შედეგად თესალონიკში ახალ მორწმუნეთა ცხოვრებაში მოხდა სამი დიდი ცვლილება. პირველი, ისინი გახდნენ მიმბაძველები. შესატყვისი ბერძნული სიტყვა მიმეტა ინიშნავს მიბაძვას, კოპირებას. მეტად გამომხატველია და ახალ აღთქმაში გვხვდება 6-ჯერ. კორინთელთა პირველ გზავნილში მეოთხე თავის მე-16 მუხლში, მე-11 თავის პირველ მუხლში, ეფესელთა გზავნილში მეხუთე თავის პირველ მუხლში, თესალონიკელთა პირველ გზავნილის პირველი თავის მე-6 მუხლი, მეორე თავის მე-14 მუხლი და ებრაელთა მიმართ გზავნილში მე-6 თავის მე-12 მუხლი. ისინი გახდნენ არა მარტო ქადაგებლების მიმბაძველები, არამედ უფლისაც. ძირითადი ნიმუში იყო თავად უფალი და როგორც მისიონერები ბაძავდნენ უფალს, ასევე თესალონიკელები მისწრაფოდნენ იგივესკენ. ეს მიბაძვა არ იყო მხოლოდ გარეგნული, ისინი ცდილობდნენ ეცხოვრათ ასეთი ცხოვრებით და ეს ყველაფერი ხდებოდა სასტიკი დევნის დროს. დაწყებული ქრისტესკენ მობრუნების მომენტიდან დევნა გრძელდებოდა როგორც მოციქულების თესალონიკში ყოფნის დროს, ასევე მათი წასვლის შემდეგაც. მეორე, ისინი გახდნენ მაკედონიასა და აქაიაში მყოფი ყველა მორწმუნის სამაგალითო პიროვნებები და ისეთები, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები. მას შესაძამად ჩვენ ხედავთ ქრისტიანული ხასიათის ფორმირების შემდეგ ჯაჭვს, თავად უფალი, შემდგომ მისი მსახურები, სახარების მქადაგებლები და ბოლოს მორწმუნეები, რომლებიც ამოწმებენ ყველგან. მესამე, ისინი გახდნენ სახარების მქადაგებლები, თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა. ჰოგი და ვაინი წერენ, სიტყვა გაისმა, ბერძნულად ეგზექეომაი ჩვეულებრივად გამოიყენება საყვირის ხმის აღსაწერად. ეს ბერძნული სიტყვა შეესაბამება სიტყვას ექო. აქ ზმნა გამოყენებულია დასრულებულ ფორმაში, რაც მიუთითებს მოქმედებაზე, რომელიც მოხდა წარსულში, მაგრამ არსებობს განსაზღვრული შედეგები აწმყო დროში. თესალონიკელი მორწმუნეების საშუალებით სახარება გავრცელდა ყველგან, როგორც მეხის გროხუნი. სახარების გავლენა მორწმუნეების ცხოვრებაზე. პირველი თავის მე-9 მუხლი. რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. აქ ჩვენ კვლავ ხედავთ ევანგელიის სამგზის გავლენას ადამიანებზე, განდგომა კერპთაყვანისმცემლობისაგან და მობრუნება ღმერთისკენ, რაც მოწმობს ჭეშმარიტ მონანიებასა და რწმენაზე. რწმენა და მონანიება ეს გახლავთ პავლეს ქადაგების მთავარი თემა. მოციქულთა საქმეების მე-20 თავის 21 მუხლი. მონანიება ეს ადამიანის ურთიერთობის მთლიანად შეცვლა ღმერთთან მიმართებაში, ასევე თავის თავთან და ცოდვასთან მიმართებაშიც. ამას მოჰყვება ღმერთისკენ მობრუნება ხსნისათვის, რომელიც მოდის მხსნელის იესოს პიროვნულობის რწმენის საშუალებით, იმის წყალობით, რაც მან მოიმოქმედა ჯვარზე.
წინანდელ ცოდვილ ცხოვრებასა და კერპთაყვანისმცემლობაზე უარის თქმა მობრუნების მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ. მორწმუნეთა შორის იყვნენ როგორც ელინები, წარმართები, ასევე ებრაელები. ამაზე მოციქულთა საქმეების მე-17 თავის მე-4 მუხლში ვკითხულობთ. ქალაქიდან გამოჩნდა თოვლით დაფარული ოლიმპის მწვერვალი, ბნელი წარმართი კერპთაყვანისმცემლობის წარმოსახვის 64. ერთის მხრივ იყო სატანური ბერძნული მითოლოგიის სამყარო, მეორეს მხრივ წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი, გამეფებული იუდეველთა სინაგოგაში, რომელიც დევნიდა ჯვარზე გაკრულ, მაგრამ აღმდგარი მესიის მიმდევრებს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა ჯგუფმა შემდგარი ებრაელების, ბერძნებისა და ზეპური საზოგადოების ქალებისაგან, რომლებიც სული წმიდით იყვნენ მოფენილნი, აირჩიეს ადგილი განდგომილი, მაგრამ განდიდებული ქრისტეს გვერდით. ასეთი იყო მათი მობრუნება წარსულში. ამჟამად ისინი ემსახურებოდნენ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. ბერძნული სიტყვა დეულეუო მომსახურება ნიშნავს ემსახურო როგორც მონა, როგორც დაქვემდებარებული ადამიანი და გამოიყენება უშუალოდ იესო ქრისტესთან მიმართებაში, ასევე პავლესთან. ამაზე ვკითხულობთ გზავნილში ფილიპელთა მიმართ მეორე თავის მე-7 მუხლში და რომაელთა მიმართ პირველი თავის პირველ მუხლში. ეს აზრი მონაზე სავარაუდოა, რომ აღებულია ძველი აღთქმიდან, სადაც აღწერილია ნებაყოფლობითი მონობა, სიყვარულით მამოძრავებელი. გამოსვლის წიგნის 21 თავის მუხლები პირველიდან მე-6-ს ჩათვლით. მონის გახვრეტილი ყური იყო ერთგულებისა და თავისი ბატონისათვის მსახურების ამოუშლელი მოწმობა. მორწმუნეები თესალონიკში ემსახურებოდნენ არა მკვდარ და ცრუ ღმერთებს წარმართი სამყაროდან, არამედ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს. ეს მსახურება იყო მუდმივი და სიკვდილამდე. თესალონიკელთა პირველი გზავნილის პირველი თავის მე-10 მუხლში ფრაზა ელოდოთ ზეციდან მის ძეს მიგვანიშნებს მომავალ ქრისტიანულ ცხოვრებაზე. იმედი ჩვენი უფალის იესო ქრისტეს დაბრუნებაზე წარმოადგენს თესალონიკელთა მიმართ პირველი და მეორე გზავნილების მთავარ თემას. ზმნა, მოლოდინი აქ აწყპო დროში დგას. თესალონიკელები ერთხელ მიუბრუნდნენ ღმერთს და ამჟამად იმყოფებიან მუდმივ და ყოველდღიურ მოლოდინში უფალის დაბრუნებისა ზეციდან. ფრაზა, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესო, მოწმობს იმაზე, რომ ქრისტეს აღდგომა წარმოადგენს სახარების საძირკველს და რომელსაც ქადაგებს პავლე მოციქული. აქ პირველად მის მიერ დაწერილ ნაშრომებში მოიხსენიება აღდგომაზე. ეს თემა მეტად დეტალურად აღიწერება კორინთელთა მიმართ პირველი გზავნილის მე-15 თავში. მოცემულ მონაკვეთში აღსანიშნავია ის, რომ პავლე ლაპარაკობს რა აღდგომაზე, იყენებს მხსნელის ადამიანურ სახელს იესოს. აღსანიშნავია ის, რომ ახალი აღთქმის გზავნილებში უფალი იესო ქრისტეს სახელები და ტიტულები გამიზნულადაა გამოყენებული. სახელების ამორჩევას თითოეულ მუხლში, სადაც უფალია ნახსენები, აქვს გამიზნული არსი, რომელიც კონტექსტთანაა დაკავშირებული. პირადი სახელი იესო მიეცა ძეს ღვთისას მისი ხორცს შესხმის დროს, როდესაც ანგელოზმა იოსებს მისი დედის მარიამის ქმარს მიუთითა. ამაზე სახარებაში მათედან პირველი თავის 21 მუხლში ვკითხულობთ. ეს გახლავთ ებრაული სახელის იეშუას ბერძნული ვარიანტი, რომელიც მოკლე ფორმაა სახელისა იეგოშუა, იაჰვე ხსნელი. ეს სიტყვა მამა ღმერთის მიერ იქნა მიცემული არამხოლოდ ჩვენი უფლის ხანმოკლე დროის განმავლობაში ამ დედამიწაზე ყოფნისას, მას უნდა გამოეხატა და შეენარჩუნებინა მისი მიუღწევლობა, დიდებული საიდუმლო მისი გამოსყიდვის მადლისა. სახარებებში, როცა მოთხრობილია უფალზე, იესოს სახელით იგი მოიხსენიება დაახლოებით 600-ჯერ. მაგრამ რაც განსაცვიფრებელია,
არავინ და არასოდეს არ მიმართავს მას ამ სახელით, თავად არც მისი მოწაფეები. ისინი არასოდეს არ უშვებდნენ ფამილიარულ ურთიერთობებს, ყოველთვის მიმართავდნენ მას მეტად პატივისცემითა და მოწიწებით და იყენებდნენ სახელებს უფალო ან მოძღვარო, რაბი. ყველა გზავნილში სახელი იესო გვხვდება სულ 22-ჯერ. ის არასოდეს არ გამოიყენება მხოლოდ აღსაწერად, ყოველ მისი სახელის ხსენებას განსაკუთრებული აზრი აქვს. თლიანი სახელი უფალი იესო ქრისტე თესალონიკელთა მიმართ გზავნილებში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე ახალი აღთქმის სხვა წიგნებში. მორისის თანახმად ამ 8 თავში პირველ და მეორე გზავნილებში ეს სახელი გვხვდება 24-ჯერ. ამის ფონზე განსაკუთრებით უნიკალურად გამოიყურებოდა ფრაზა მეათე მუხლიდან, რომელიც მკვდრეთით აღადგინა იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. იესო ეს სახელია ღმერთისა, რომელიც გახდა ადამიანი. ის აცხადებს მის ჭეშმარიტ ადამიანობაზე. ის გამოხატავს ყველაფერს, რასაც შეიცავს ძველი აღთქმის სახელი ემანუილი, ჭეშმარიტი ადამიანი და ჭეშმარიტი ღმერთი. აღდგომის შემდეგ, განდიდებული როგორც ადამიანი, იესო ამაღლდა ზეცად ტახტზე, როგორც ჩვენი შუამდგომელი და მღვდელთმთავარი. ეს ყველაფერი წარმოადგენს ებრაელთა მიერ გზავნილის მთავარ თემას, სადაც ადამიანური სახელი იესო 8-ჯერ გვხვდება. ებრაელთა მეორე თავის მე-9 მუხლში წერია: იგი დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია. ხოლო მე-7 თავის 22 მუხლში უმჯობესი აღთქმის თავდები. ჩვენთვის გახსნილია გზა წმიდაში შესასვლელად იესოს სისხლის მეშვეობით. ებრაელთა მე-10 თავის მე-19 მუხლი. ებრაელთა მე-12 თავის მეორე მუხლი. იგი რწმენის მიზეზი და სრულმყოფელია. და იგივე მე-12 თავის 24 მუხლში იესო მოხსენიებულია როგორც ახალი აღთქმის შუამდგომელი. ყველაფერი დაფუძნებულია იესო ქრისტეს გამოსასყიდ სიკვდილზე და მის დიდებულ აღდგომაზე. სიტყვები მომავალი რისხვისგან გვიხსნა ჩვენ პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენმა გამოსყიდველმა მომავალი რისხვისგან გვიხსნა. ჰოგი წერს: იგივე სიტყვა და იგივე დროში გვხვდება რომელთა გზავნილში მე-11 თავის 26 მუხლში, სადაც ის ითარგმნება როგორც მხსნელი. ასე დამდაგვარად ნათელი ხდება, რომ აქ ლაპარაკია არა ბრალისგან განთავისუფლებაზე, რაც შესრულდა ჯვარზე, არამედ უფლის რისხვისგან დახსნაზე, როცა იგი დაბრუნდება ძალასა და დიდებაში. ციტატის დასასრული. ახალ აღთქმაში სიტყვა რისხვა ბევრჯერ გვხვდება, მას იყენებდა იოანე ნათლისმცემელი, მიმართავდა რა იმ დროის ურწმუნო ებრაელებს. ამაზე სახარებაში მათედან მე-3 თავის მე-7 მუხლში ვკითხულობთ. ღვთის რისხვა იმის თავზეა, ვინც უარყოფს ქრისტეს. სახარება იოანედან მე-3 თავის 36 მუხლი. ეს სიტყვა 7-ჯერ გვხვდება რომაელთა მიმართ გზავნილის პირველ 9 თავში, სადაც ლაპარაკია ღმერთის რისხვაზე ცოდვისა და უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ არის დიდებული ევანგელიის აღთქმაც, რომაელთა მე-5 თავის მე-9 მუხლი. ახლა კი როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით მისით რისხვას. თავებში მე-6-დან მე-19-ს ჩათვლით გამოცხადების წიგნიდან შესაბამისი ბერძნული სიტყვა ორგე, რისხვა, 5-ჯერ გვხვდება დიადი ურვის ხანის აღწერისას. გამოცხადების წიგნის მე-7 თავის მე-14 მუხლი. ეს არის აქამდე არ ნახული მსჯავრი, რომელიც თავს დაატყდება დედამიწას ღმერთს რომ განუდგა. ამაზე ლაპარაკია შემდეგ ბიბლიურ ტექსტებში, ძირითადად გამოცხადების წიგნში. გამოცხადების წიგნის მე-6 თავის მე-16 მუხლი. უთხრეს მთებსა და კლდეებს, ზედ დაგვემხეთ და
დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. გამოცხადების წიგნის მე-6 თავის მე-17 მუხლი, ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს. გამოცხადების წიგნის მე-11 თავის მე-18 მუხლი, გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განიკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მონებს, წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ, დიდებს და პატარებს და მოსპო დედამიწის მომსპობნი. გამოცხადების წიგნის მე-16 თავის მე-19 მუხლი და მოხსენებული იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი. გამოცხადების წიგნის მე-19 თავის მე-15 მუხლი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლის მყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. და მოვიყვანოთ კიდევ 5 ნაწყვეტი ბიბლიიდან, სადაც სიტყვა რისხვას შეესაბამება მეორე ბერძნული სიტყვა thumos, ისევ გამოცხადების წიგნიდან. გამოცხადების წიგნის მე-14 თავის მე-10 მუხლი. ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად. გამოცხადების წიგნის მე-14 თავის მუხლი მე-19. გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში. გამოცხადების წიგნის მე-15 თავის პირველი მუხლი. ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი, 7 ანგელოზი 7 უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის მძვინვარება. გამოცხადების წიგნის მე-15 თავის მუხლი მე-7. 4 ცხოველთაგან ერთმა მისცა 7 ანგელოზს ოქროს თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის მძვინვარებით სავსე. გამოცხადების წიგნის მე-16 თავის პირველი მუხლი. გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა 7 ანგელოზს. წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების 7 თასი. ვაინის ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი გვაძლევს შემდეგ განმარტებას. აუცილებელია გავიგოთ, რომ ორი ბერძნული სიტყვა, რომლებიც ითარგმნება როგორც რისხვა, thumos და ორგე, გააჩნიათ რამოდენიმე მნიშვნელობა. სიტყვა thumos უფრო გამოხატავს ემოციონალურ რეაქციას, რისხვის აფეთქებას, როგორც შინაგანი აღშფოთების გამოხატვას. სიტყვა ორგე გამოხატავს უფრო გაწონასწორებულ, თავშეკავებულ მდგომარეობას, ხშირად შურისგებაზე მიმართულს. ის ვლინდება არა უეცრად, მაგრამ დაჰყოფს ხანგრძლივად. თუ thumos გამოხატავს შინაგან ემოციონალურ მდგომარეობას, მაშინ ორგე ეს ემოციაა გამოვლენილი მიზან დასახულ მოქმედებაში. მივიღებთ რა მხედველობაში ზემოთ აღნიშნულს, არ უნდა დაიბადოს ეჭვი იმისა, რომ განხილულ მუხლში სიტყვა რისხვა განეკუთვნება ღმერთის რისხვის გადმოღვრის პერიოდს დედამიწაზე, ეკლესიის ატაცების შემდეგ. ეს ერთ-ერთი დიდებულ აღთქმათაგანია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესია ქრისტეს სხეული იქნება დიდებაში ქრისტესთან ერთად, როცა დიადი ურვისხანის დროს ღმერთის რისხვა გადმოიღვრება ურწმუნო ხალხზე. უფრო დაწვრილებით პავლე ამაზე მოგვითხრობს თესალონიკელთა მიმართ მეორე გზავნილის მეორე თავში, იმ მოვლენების მოკლე აღწერის შემდეგ, რომლებიც მოხდება დედამიწაზე ეკლესიის ატაცების შემდეგ და უფლის დღის ნიშნები, დიადი ურვის ხანის ჩათვლით. პავლე წერს თესალონიკელთა მეორე გზავნილის მეორე თავის მე-13 მუხლი. ხოლო ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, რომ ღმერთმა დასაბამიდან ამოგირჩიათ თქვენ დასახსნელად, სულის განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით.
მოცემულ კონტექსტში ხსნა ნიშნავს უფლის დღის დროს საშინელი მსჯავრისგან თავის დახსნას. წლების შემდგომ უფალმა დაამოწმა ეს სიტყვები ფილადელფიის ეკლესიის მიმართ მიმართვაში. წავიკითხოთ გამოცხადების წიგნის მესამე თავის მუხლები მე-10 და მე-11. რა კი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელს მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრი. აჰა, მოვალ მალე, გებყრას რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.